მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს აუტიზმის მსოფლიო დღეა. პრობლემა, რომელიც განუკურნებლად ითვლებოდა რეგენერაციული მედიცინის არსებობამდე. რეგენერაციული მედიცინა უკვე აღიარებულია როგორც რევოლუცია მედიცინის სამყაროში. ეს არ არის მხოლოდ ახალი მიდგომა, ეს არის მომავალი, რომელიც უკვე დადგა. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი მხარს უჭერენ სამსფეროს განვითარებას და ამ სფეროში ნობელის პრემიები თავისთავად მეტყველებს. მედიცინა ამ მიმართულებით ვითარდება და ჩვენი რეგმე ჯორჯია კლინიკა უკვე არის მოწინავე მედიცინის ამ მსოფლიო რუკის ნაწილი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველ დღე წვლილი შეგვაქვს ადამიანების ჯანმრთელობაში და დაწმუნებული ვართ, რომ წინ გვაქვს საერთო სიხარულისა და სიამაყის კიდევ ბევრი მიზეზი ჩვენი პაციენტების გულისთვის. აუტიზმი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ დიაგნოზი. ეს არის მდგომარეობის მთელი სპექტრი, როგორიცაა აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, განვითარების დარღვევები და სხვა. ეს ბავშვები განსაკუთრებულია, მათ აქვთ უნიკალური ხედვა სამყაროზე, მაგრამ ხშირად უჭირთ სოციალიზაცია, განმეორებითი ქცევა და კომუნიკაციის სირთულეები. აუტიზმის მიზეზები ბოლომდე არ არის გასაგები, მაგრამ კვლევა მიუთითებს ადრეულ ბავშვობაში ტვინის განვითარების პრობლემებზე. დღეს მსოფლიოში აუტიზმის დიაგნოსტირება ხდება 36-დან ერთ ბავშვში და ეს ტენდენცია მზარდია, რაც სრული კატასტროფაა და სწორედ აქ საშველად მოდის რეგენერაციული მედიცინა. ღეროვან უჯედებს შეუძლიათ შეამცირონ ანთება, აღადგინონ ნერვული კავშირები, გაუმჯობესონ ტვინში სისხლის მიწოდება და ახალი სინაფსების წარმოქმნის პროცესის დაწყებაც კი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი სასწაული და ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ უკვე წარსულში. ერთ-ერთმა ჩვენმა პაციენტმა, აუტიზმის სპექტრის ბიჭმა, თერაპიის მეორე დღეს პირველად შეხედა დედას თვალებში და კითხა, რა ქვია შენ? მან უპასუხა, ლანა და შვილმა თქვა, მიყვარხარ ლანა. ეს ის მომენტია, რომელიც დავიწყება შეუძლებელია. მომენტი, როდესაც ბავშვი პირველად მიხვდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ქალი მის გვერდით, ეს დედაა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არსება მის ცხოვრებაში. ასეთი მომენტები ჩვენ უდიდესი ჯილდოა, ჩვენ არა უბრალოდ კურნავობთ, ჩვენ ვაბრუნებთ კავშირს, ცნობიერებას, თვალებში სინათლეს და იმედს მშობლების გულებში. ანუ აუტიზმი არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, ეს არის სოციალური პრობლემაც. ეს მითხეს აუტისტების დედებმა, ეპილეფსიი და სხვა პრობლემების მქონე ბავშვების დედებმა. თუ რა სახის ბულინგს, დაშინებას, ძალადობას, დამცირებას ექვემდებარებიან ეს დედები ქმრებისგან და მათი ოჯახებისგან და ეს უსამართლოა. ეს არ არის ქალების ბრალი. მათ არ გაუჩენიათ ასეთი შვილი. ისინი გაჩნდნენ მათგან დამოუკიდებელი ფაქტორებისგან. აღსანიშნავია, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე დღეს სულ უფრო მეტად მოქმედებს ჰაერის დაბინძურება, მიკროპლასტიკა, ტოქსინები საკვებში და წყალში, ნაწლავების გაჟონვის სინდრომი, ვაქცინები, ინფექციები, სტრესები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენზე და მომავალ თაობებზე მოქმედებს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს ფაქტორები პირდაპირ კავშირში აუტიზმის, უნაყოფობისა და სხვა ქრონიკული დაავადებების ზრდასთან. ამიტომ გარშემომყოფნი გაგებით უნდა მოდგნენ ამ პრობლემას. გვერდში დაუდგნენ ისედაც ფსიქიკურად დათრგუნულ დედას და მხარი დაუჭერონ მას ემოციურად, მორალურად და ფიზიკურად და რა თქმა უნდა, მამებო, იყავით მომთმენი და ნაზი ბავშვებთან, რადგან მამები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი არა მხოლოდ საყრდენია, არამედ ასევე თავდაჯერებულების, დისციპლინისა და უპირობო სიყვარულის წყაროცა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გარემოზეც. როგორც რომ ის პაპა თქვა, იზრუნე ბუნებაზე და ის იზრუნებს შენზე. ჩვენ გჯერამთ მეცნიერების,
სიყვარულისა და მზრუნველობის ძალის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია ამ ბავშვებს მივცეთ მეტი ვიდრე უბრალოდ თერაპია. ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ მათ მთელი სამყარო. და კიდევ გამოირკვა, რომ მუსიკა ამშვიდებს ტვინს და ეხმარება აუტიზმს. და ეს არის მოცარტი, განსაკუთრებით ვიოლინ კონცერტო და ვიოლინის კონცერტი ნომერი 1. ის უკავშირდება ეგრეთ წოდებულ მოცარტის ეფექტს და მის პოტენციურ შემეცნებით სარგებელს. ბახი, მისი მესა სი მინორი, ცნობილია დამოშვიდებელი და ამაღლების თვისებებით. ბეთჰოვენის მთვარის სონატა, მისი ემოციური სიღრმისა და სიმშვიდის განცდის გამოწვევის უნარისთვის. დებიუსის რევერი ოცნება, ცნობილია თავისი დამოშვიდებელი და რემინისცენციების ეფექტით. რაველის ჟედო წყლის თამაში და მისი სხვა ნამუშევრები ცნობილია სილამაზითა და ემოციური სიღრმით.